პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და სტუდიაში ვარ თქვენთვის მე, გიორგი გერმანიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. დიახ, დღეს როგორც ყოველთვის ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. Პირობას გაძლევთ რომ არ მოგაწყენთ. ვისაუბრებთ ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ და ვისაუბრებთ დღევანდელი თქვათ პოლიტიკური სიტუაციის შესახებ საქართველოში. თქო დაგვირეკოთ, ჩვენი ტელეფონის ნომერი უცვლელია 2-388-105. ასევე თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო საშუალებით FM 105-დან 0 სიხშირეზე. ასევე გვიყუროთ სატელიტური თებშების საშუალებით, ასევე გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით, obiektivi.net ჩვენი ვიცით რომ გვაქვს ჩვენი ვებსაიტი. ასევე სხვა კაბელური ტელევიზიების საშუალებითაც შეგიძლიათ გვიყუროთ. მე ვთხოვთ ყოველთვის ყველას რომ როდესაც ობიექტივში ძალიან საინტერესო გადაცემა მიმდინარეობს, დაურეკოთ მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, დათესავებს, კოლეგებს უთხრათ რომ გადართონ ობიექტივზე, თუ აქვთ ამის საშუალება, თუ არა და ინტერნეტის საშუალებით უყურონ, თუ არა აქვთ თქვათ ის არხი ტელევიზორში და ესე გავრცელდეს ჩვენი სიმართლის ხმა. მედია კავშირი ობიექტივი, სიმართლის ხმა ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის. ძალიან კარგი. გთხოვთ დარეკოთ, აქტიუროთ და დაგვისვათ კითხვები. მე შევეცდები უპასუხო თქვენ შეკითხვებს. თუ მექნება პასუხი ამ კითხვაზე, თუ არ მექნება, მე შევეცდები მოვიძიო და შემდგომ გიპასუხოთ ამ თემის შეკითხვაზე. ჩემი შეგახსენებთ, რომ ჩემი Facebook-ის გვერდი არის გერმანიძე გიორგი, ინგლისური ასოებით. გთხოვთ დამიმეგობრდეთ, დამამატოთ და ვისაუბროთ Facebook-ის საშუალებითაც და ესე ვიმეგობროთ და ვიკონტაქტოთ. დიახ, სხვა შორის მე მიგზავნიან ხოლმე შეკითხვებს Facebook-ზე და ტელევიზიითაც სვავენ ხოლმე, ტელეფონის საშუალებითაც სვავენ ხოლმე შეკითხვებს ამ თემის საკითხთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ რომ მე დიდი სიამოვნებით გიპასუხებ და გავიმეორებ კიდევაც ამა თუ ვისაუბრებ ხელმეორედ ამ თემის საკითხზე, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ ნახოთ ჩემი გადაცემები ჯერ რომლებიც დევს ობიექტივის ვებსაიტზე. ეს არის obiektivi.net-ზე. ძალიან ადვილად შეგიძლიათ მონახოთ, სხვათა შორის ჩემი გადაცემები, მე გეტყვით თარიღებს, მომამზადეთ პასტაფურცელი თუ შეიძლება და მე გამოვაცხადებ ახლა თარიღებს იმ ჩემი გადაცემების და თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ამას. უამრავ საინტერესო რამეს გაიგებთ და ბევრ რამეზე აგიხილებათ თვალი, ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი და შემდეგ თუ კიდე გექნებათ შეკითხვები, აუცილებლად დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. სხვა შორის მინდა გითხრათ ასევე რომ ჩვენ ვებსაიტს, ხო, ვებგვერდს obiektivi.net აქვს ეს ფუნქცია გადახვევის, როგორც აი my video-ზე როგორც არის, შეგიძლიათ გადაახვიოთ ერთ-ერთი დღის გადაცემა დილიდან საღამომდე და შეგიძლიათ გაამეოროთ, დააპაუზოთ და ასე შემდეგ. ეს ფუნქცია გაუჩნდა ჩვენ საიტს და აი ძალიან მოსახერხებელია, სხვა შორის მინდა გითხრათ ყველასთვის, რომ ესეთ რამე არსებობს. დიახ, ზარია პირდაპირ ეთერში, პირველი ზარია, შემოუშვათ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. შეიძლება? დიახ, საუბრეთ ხალბატონო. გამარჯობათ ბატონო კია. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე დიდი გულისყურით ვადენა თქვენ გადაცემებს. და აი ხლა თქვენ წინ იყო გადაცემა, მიყავდა გადაცემა გიორგი რაღაც გვარი არ ვიცი. ძალიან გული დამწყდა. ესე იგი, ნაცმოძრაობამ რაც თქვა, ის აუსრულეს ნაცმოძრაობას. ესე იგი, ფინანსური ამინისტია, ეს რა ქვია, ხელშეუხებლობა, როგორ ხა ყველა სხვა დავჯითო, ეს კომუნისტურ პერიოდამდე გადავართო. ამინისტიას უკეთებენ, რაც ნაცმოძრაობის ხალხთან თემა ბანდას, რომელსაც და გამარჯობა არ უთხრათო, თურმეო, გამარჯობა არ უნდა უთხრათ. მაგათ გამარჯობა ჩვენი რა თუნდაც ისეთი ბიზნესები აქვს დაწყობილი და ჩვენ კიდე სამომხმარებლო კალათაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის სამართალი. უნდა ფინანსური ამინისტია მიისცენ ხალხსაც სალაროებში საკმარისად ფულები წაართვეს და ბანკების ფულები გამოუქვით, მაინც ნაციონალების არის ნაწილი ბანკები. ჩინელებიც და იმის ფრანგებიც არის, სულ მაგათია ყველაფერი. გახეთქილება გული, აი ეხლა ვისაც მიყავდა გადაცემა, უნამუსო კაცი ყოფილა და საერთოდ აღარ უნდა არავის დაჭერა დემოკრატიაზე, აღარ ამოიღოს ის სიტყვა დემოკრატია ბძულს, იმიტომ რომ არსად არ არის დემოკრატია. ეს არის მასონების მორიგი ლოზუნგი შემოგდებული, რომელიც არსად არ სრულდება და დემოკრატია აღარ არსებობს საერთოდ.
არ ილაპარაკო დემოკრატიაზე, არც პოლიტიკოსებმა და არც მაგ გადაცემაში საერთოდ. კარგი. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. მე მესმის თქვენი აღშფოთება, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად. მე არაერთხელ მithქვამს, რომ საერთოდ პოლიტიკოსებს ეროვნულ პოლიტიკოსების ძალიან დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს უფლება დემოკრატიაზე საუბრის და საერთოდ სამართლიანობაზე საუბრის. მე არაერთხელ მithქვამს, თქვენ თუ გინახავთ ჩემი გადაცემები, ამაზე მე ძალიან კაფიო და ძალიან ათლად, ასე ვთქვათ, გავეცი პასუხი და ვისაუბრე უამრავ საინტერესო თემაზე. და გამოვაცხადებ ჩემი გადაცემების თარიღებს, ესე იგი, გთხოვთ დაიწეროთ, იქნება პასტაფრუცელი მოვამზადოთ. ესენი გაახლავთ 9 თებერვალი, ყველა ამ წლის არის 2013 წლის არის ყველა, 9 თებერვალი, 20 თებერვალი, 1 მარტი, 3 მარტი, 28 მარტი, 6 აპრილი, 8 აპრილი და 10 აპრილი. განსაკუთრებით გავუსმევდი ხაზს 9 თებერვალს, 20 თებერვალს, 1 მარტს და 3 მარტს. აი ამ გადაცემას თუ უყურებთ, მე ვფიქრობ, ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ და ის კითხვები, რომლებსაც წერთ ხოლმე Facebook-ზე, მე დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ყოველთვის. აი ამაზე პასუხი იმ გადაცემებში არის. თუმცა მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო და თუ რამე თქვათ გაუგებარია, კიდევ ვისაუბრო ამის ირგვლივ. და დიახ, ესე იგი ზარი აბიდაბირეთში თუ თქო შემოუშვათ ზარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ისოსხლეთ. სავსებით ვეთანხმები ჩემთან გამოსულ ქალბატონს. და მე კიდევ მაგას ვიტყვი, წინასწარ მინდა კიდევ გადავამოწმო გერმანიზე გიორგი, ხომ? დიახ, დიახ. კი, აუცილებლად გავეცნობით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ვართ, რომ ესა ქართული პატრიოტთა ალიანსის უჯერა, ფაქტობრივად ჩვენ ვიცით რა პიროვნებები შეგროვდნენ ამ ეგიდით და ჩვენ ვთანხმ მისი მათი სოფხედელობის, ჯელობის და ფაქტობრივად ძალიან ბევრი ეთანხმება იმას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, წინა გამოსულ ბატონ გიორგი არეშიძის ამბავს. ის ამბობს ასე და ფილოსოფიურად უდგება. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა კონკურენტები ჩაიდგნენ რაღაც და მაშინ ალბათ გადავიდეთ კომუნისტურ. ისეთ რა არის, ძალიან მოკლედ გეუბნებით. დააშავა ეხლა? აი ეხლა უნდა მე ვკაცრავად შეგაწყვეტინებთ თუ შეიძლება დავაბოლოებ. ერთი რამე და ვთქვა, რომ ეს ზედა ასე ვთქვათ ეშელონების ნაცტროიკას რასაც ეძახიან, იმიტომ გოგინობს, როცა ქვევით ჩვენ ვართ არავთ უფრო აქტიურები. და რატომღაც ჩვენ ვჯერდებით მარტო იმაზე, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გარეთ არ გავა ეს სიტუაცია. თქვენ ისეთ ერთ რაღაცას ვიტყვით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ დამპირდა და მე როდესღაც რაღაც მე დღევანდელ დღისთვის მინდა და ფაქტობრივად მე ვიწყო სამართლიანობას. მეტი არაფერს არ ვიწყო. და მე მინდა სამართლიანობა და ვერავინ ამას ვერ ამიგზელავს და მე ვიცი რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამას. ჩვენ დავიწყოთ პირდაპირ საუბარს მთელ საზოგადოებაში, პირდაპირ ღია და ჩვენ უკვე აღარ ავარიდებთ. ვის არ უნდა უთხრა გამარჯვება. დიდი მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა ზარისთვის. იცით რა, მე მესმის თქვენი აღელვება და აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ იცით რა, წინა გადაცემის ზარებისგან შევიკავოთ ხოლმე თავი, იმიტომ რომ მე არ მომისმენია წინა გადაცემისთვის, შემოკარგებოდა. მე რა პასუხი უნდა გაგცეთ, ხომ უნდა ვიცოდე რაზე იყო საუბარი და თანაც ეს ყველა გადაცემას თავისი დრო აქვს და თავისი ზარების შემოშვების, თქვათ, წესი აქვს და ჩვენ ამ გადაცემაში, თქვათ, ჩვენი თემა გვაქვს და თუმცა ამ თემასაც ვეხებით კი, მაგრამ მე უბრალოდ არა ვარ საქმის კურსში რაზე იყო საუბარი და გამიჭირდება ამაზე საუბარი, ასე ვთქვათ, კომენტარის გაკეთება და ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ წინა გადაცემის ზარებს ნუ შემოუშვებთ რა, ძალიან გთხოვთ და ვისაუბროთ აი ამ თემებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ძალიან მოკლედ რო გვაქვს, ძალიან ბევრი სასაუბრო თემა გვაქვს, ძალიან მოკლედ რო გვაქვს და ისედაც არ არის საკმარისი ამისთვის ყველაფერთვის. მე ჩვენ IT ტექნოლოგიების განყოფილებას ვთხოვ, რომ ჩართოს ეს ვიდეო. მე მინდა რომ და ჩემი გადაცემა დავიწყოთ ვიდეოს მოკლე ვიდეო იქნება დაახლოებით 2 წუთიანი. ეს გახლავთ 35 პრეზიდენტის ჯონ კენედის სიტყვები, როდესაც მან მიმართა მთელ მსოფლიოს, მიმართა ამერიკელ ხალხს
აი ზუსტად იმაზე, რაზეც ჩვენ საუბრობთ, მიმართა აი ზუსტად იმ საიდუმლო ორგანიზაციების, იმ ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ და მან ითხოვა დახმარება ხალხისგან და თქვა თქვენი საზოგადოებისგან, რომ აი ეს სასტიკი ძალა დაუპირისპირდა მთელ მსოფლიოს და მთელ თქვა შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს. ნამდვილი ამერიკელი ხალხის მტრები, ვინც არიან რეალურად. Мы по своей природе и исторически народ, противостоявший секретным обществам, тайным орденам и закрытым собраниям. სიტყვა საიდუმლო წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი და ღია საზოგადოების ცნებასთან და ჩვენ როგორც ამერიკელი ხალხი შინაგანად და ისტორიულად ვეწინააღმდეგებით საიდუმლო ორგანიზაციების, საიდუმლო ორდენების და საიდუმლო რიტუალების არსებობას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვიპირისპირდება სასტიკი და დაუნდობელი შეთქმულება, რომელიც საიდუმლო მეთოდებით თავის გავლენის სფეროს აფართოვებს და ღია თავდასხმის ნაცვლად იყენებს მზაკრულ ჩუმ-შეღწევის მეთოდს, დაშინებას თავისუფალი არჩევნის ნაცვლად, ღამის პარტიზანულ ბრძოლებს, დღისით არმიასთან ბრძოლის ნაცვლად. ამ საიდუმლო ძალებს გააჩნიათ მაღალეფექტური მანქანა, რომელიც მოიცავს სამხედრო, საგანმანათლებლო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სადაზვერო, დიპლომატიურ, სამხედრო ოპერაციებს. ამ ძალების მომზადება მიმდინარეობს საიდუმლოდ და არასდროს არ არის გასაჯეროებული. მათი საქმიანობა იმალება და არასდროს არის გაშუქებული. მე არ გთხოვთ მასმედიას მხარი დაუჭიროს ჩემ ადმინისტრაციას, მაგრამ მე გთხოვთ დახმარებას გააგებინოთ ამერიკელ ხალხს, თუ რამხელა საშიშროება ემუქრება მათ. Уверен, что с вашей помощью люди станут такими. აი ეს იყო თარგმანი, ეს იყო მოკლედ თქვა ნაწილი სხვა შორის ამ მიმართვის სრულყოფილად მე დროის სიმცირის გამო ამას აქ თავაზობთ, მაგრამ ნუ ყველაფერი ძალიან გასაგებია და სხვა შორის ჩვენმა ასე თქვა გაუთვისნობიერებელ და არაინფორმირებულმა პოლიტიკოსებმა მოვისმინონ ეს და მიხვდნენ რაზეც არის საუბარი. და სხვა შორის არა მარტო პოლიტიკოსებმა, არამედ ბევრმა ჟურნალისტმა სხვა ტელევიზიებში მიხვდნენ რაზეც არის საუბარი და იქნებ უფრო ჩაუღრმავდნენ და შეისწავლონ თუ რა ხდება დღეს სოფლიოში და ხდებოდა მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში და 10 წლეულების განმავლობაში სოფლიოში და რა ძალები გვებრძვის და რომელი საშიშროების წინაშე დგას დღეს საქართველო. დიახ, იცით რა არის, მე ამას წინათ იყო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობამ ფაშისტური ძალები უწოდა, თქვათ ობიექტივს და ასე შემდეგ და ობიექტივში თქვათ ასე თქვათ იმ ადამიანებს, ვინც ობიექტივის საშუალებით მიმართავს ხალხს. ნუ და ქალბატონმა ირმა ინაშვილმა არც გააკეთა კომენტარი და ძალიან სწორედაც მოიქცა, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ესეთ ამხელა საკუთარ თავის დაცინვა იყო ეს უბრალოდ მეტი არაფერი. ეს იყო ჯამბაზების გამოსვლა, სხვა ამას არ ქვია. ესე იგი, ახალი მსოფლიო წესრიგის წარმომადგენელი ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობა, ხო, მიძახის, რომ ფაშისტები ხართ თქვენო, სხვებს ეუბნება. ქართულ ძალას ეუბნება და ქართულ სიტყვას ეუბნება და ნამდვილ ჭეშმარიტ ძალას ეუბნება ქართულს, რომ ფაშისტები ხართო და თვითონ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი, ახალი მსოფლიო წესრიგის გახლავთ ფაშისტური ორგანიზაცია და ფაშისტური ძალა, გამიგეთ? უბრალოდ ამას სახელი ფაშისტური არ დაარქვეს, იმიტომ რომ ჟღერდა და დაარქვეს ახალი მსოფლიო წესრიგი. და თავიდან ბოლომდე ეს არის აბსოლუტურად ფაშისტური სისტემა. და ასეთ ფაშისტური მოძრაობა. და ეს უბრალოდ იცით არის აბსოლუტურად არ შეიძლება უბრალოდ კომენტარი გააკეთო და უპასუხო ამ ადამიანს. უბრალოდ ერთი რაღაც მახსენდება, მე მახსენდება ჩემი შესანიშნავი ამერიკელი პროფესორის სიტყვები, როდესაც გვეუბნეოდა ის, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანებიო. ზნეობრიობის კუთხითო არსებობენ სამი ტიპის ადამიანებიო. პირველიო ზნეობრივი ადამიანიო, მეორე უზნეო ადამიანიო და მესამეო კატეგორია, რომელსაც ზნეობა საერთოდ არ გააჩნია, არ იცისო ესეთ სიტყვა რას ნიშნავს, ანუ არ აწუხებსო ესეთი, არ არსებობს მასში ესეთი ცნება, გამიგეთ? აი ეს მესამე კატეგორიის ხალხია ესენი, რომელსაც საერთოდ არ იციან რა არის ზნეობა. იმიტომ რომ უზნეო ადამიანმა იცის, რომ ის თქვა უზნეობას ჩადის და ეს შეიძლება აწუხებდეს კიდევაც, გამიგეთ, რაღაც მომენტში. მაგრამ მესამე კატეგორია ყველა ძალიან იშვიათობას წარმოადგენს, ხოდა შორის მესამე კატეგორიის ადამიანები, ეს აი ზნეობრიობის გზნობა საერთოდ რომ არ აქვთ. და აი ამ კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე, ჩემო ძვირფასებო. აი ამას ვიტყოდი მხოლოდ და მხოლოდ. ყველა ფეხის ნაბიჯზე არის ტყუილი, აი ნებისმიერ ფეხის ნაბიჯზე და ჩვენი საზოგადოება აბსოლუტურად აი სახეში აფურთხებენ მოსახლეობას, ყველა შესაძლო გზით უბრალოდ. სხვა ამას ვერაფერს ვერ ვიტყვი. აი ელემენტარულად ავიღოთ გაზი, რომელიც თქვა მოეწოდება ხო ჩვენ ქვეყანას.
მისი კალორიულობა დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე უნდა იყოს. იმიტომ მე მიკვირდა შეერთებულ შტატებში ისიც მე ცხოვრობდი დიდხანს და აშკარად უფრო მალე დუხდებოდა თქვა ჩაიდანი ვიდრე საქართველოში და მე რო გამოვიკვლიე და რაღაცა მივხვდი რომ ეს რაღაცა ხდებოდა აშკარად ესე იგი იმის გარდა რომ ესე იგი 51 თეთრი ღირს გაზი რომელიც არანორმალური ფასია და რომელიც 20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს და რეგიონებში საერთოდ 60 თეთრი ღირს 1 კუბომეტრი იმის გარდა 1.5-ჯერ კალორიულობა ნაკლებია ანუ ესე იგი რეალურად გაზი ღირს ლარნახევარი და ლარი და 80 თეთრი 1 კუბომეტრი წარმოგიდგენია საბოლოო ჯამში შემოძირბაზებო ანუ ყველა შესაძლო გზით არის ესე იგი აფიორა და დიდი ესე იგი დიდი ტყუილი რა ეს არის არ ვიცი ამას რა ქვია რა დავარქვა არ ვიცი მე ზარია პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება შემოუშვათ საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი საღამომშვიდობისა ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს თქვენი და თქვენი ნიჭიერების გიცოცხლით დიდი მადლობა რა მინდა ახლა გითხრათ საზოგადოებრივ არხზე უყურებდი რამდენიმე წუთის წინ ან სადნახულობს ეს დავით პაიჭაძე ამნაირ სტუმრებს ვიღაც უკაცრავად ვარ მასთან ვიღაც ამბობს იმიტომ ცოტა ხნის უსმენდი და არ ვიცი მისი სახელი და გვარი მოძღვარი ყავდა მოწვეული და ეს მოძღვარი ქადაგებს რომ რა მოხდა მე კი ამბობს ურთავს წინ ამას რომ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს აიდი ბარათი მას უნდა თუ არა მაგრამ რისი ეჩინია ამბობს ამას თუ კი იქნება ეს აიდი ბარათები თუ ღმერთის წინაშე ის მართალია რისი უნდა ეშინოდეს მას თუნდაც კონტროლირებადი იყოს ну თავის არგუმენტებს ვაიმე ეს რაღაც ამაზრზენია ყოველივე ამის მოსმენა ბატონო გიორგი მე ვიცი თქვენი გადაცემები მომისმენია იქნებ დაანონსოთ წინასწარ მოიწვიოთ თქვენ ისეთი მოძღვარი ვისაც მართლა ხალხი ენდობა და ერთი გადაცემა ძალიან გთხოვთ მიუძღვნათ ამას ოღონდ წინასწარ ჩვენ მსმენელებმა ვინც აქტიურად უზრენთ ობიექტებს იქნებ წინასწარ დაანონსოთ ეს ერთი ახლა კიდე რაღაც მინდა ვთქვა გავაცებულია პირდაპირ გაოგნებული ვარ ახლა ტელევიზორთან კახა კუკავა გამოდის ტელევიზიით და ამბობს მხოლოდ ერთადერთი კონკურენტი ანუ ჩვენ ორი ადამიანი ვინც ვიღრით კენს მე და თამარ კორძაია ვართ მხოლოდ ნაძალადების ამორჩევლები გარდა იმისა ყველა არის ნაციონალების სატელიტი ეთი გაოგნებული ვარ ამ პიროვნებაზე სოფომან ჯავიძე სატელიტი ან ნაციონალების ნუ თუ არა თქვენი არ ვიცი თუ მისი პარტიის წევრი ან ვინმე ესე აღშფოთებული ვარ აი ისე ნერვიულად ვერ გამოვხატავ ზუსტად რა მინდა სანამდე მივედი პირდაპირ არ ვიცი საშინელებაა ქალბატონო აღელებული გესაუბრები დიდი მადლობა ისოსრო დიდი მადლობა ქალბატონო დიდი მადლობა რა გასაკვირია საერთოდ რომ აღშფოთებული არ გაშფოთებული რომ არ იყოთ და ესე იგი ძალიან გაღიზიანებული რომ არ იყოთ გასაკვირის იქნებოდა საერთოდ ისეთი რაღაცები ხდება წარმოიდგინეთ აი მერაბიშვილი რომ მიიწვიეს აი მის მერე რაც მოხდა ხო და აი ეს არჩევნები რომ შედგა და ციხის კადრები თქვათ გავიდა ეთერში და ნუ გაიგო მთელმა მსოფლიომ გაიგო რა ხდებოდა საქართველოში და ნუ რა უსასტიკესი დანაშაულებები ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა ხო აურაცხელი დანაშაულები ტომები დაიწერა ამ ხალხის დანაშაულებზე 200-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტომები დაწერა 1000-ობით ტომები დაწერა ამ დანაშაულებზე და რუსთავიორზე ვხედავთ ამ დემონურ არხზე ვხედავთ რომ გამოდის გამიგეთ მერაბიშვილი და ამას აპრავებენ კომედის შოუში დაპატიჟეს მანო შოუში და ამაზე ხუმრობენ გამიგეთ რომ უსმენდა ხალხს ამას საშინელებებს ჩადიოდა გამიგეთ ამაზე ხუმრობენ გამიგეთ ეს წარმოგიდგენთ ბრეივიკი რომელმაც თქვა 70 კაცი მოკლა ნორვეგიაში ხო რომ მოეწვიათ კომედის შოუში და ეხუმრა ბრეივიკს რომ ეხუმრა როგორ მოკლა 70 კაცი და 70 ბავშვი როგორ დახოცა გამიგ ამაზე რომ ეხუმრათ ნორვეგიაში წარმოგიდგენიათ ეგეთ ან ამერიკაში რომ ეხუმრათ ამაზე წარმოგიდგენიათ ხო არ ვიცი გავგიჟდით ჩვენ სულ ყველა შემოძირფასებო ქართველებო გავგიჟდით აი რა მეინტერესებს აი სადაც აი გაოცება შეიძლება რუსთავიორი კაი ხა აბსოლუტურად დაკარგა ამ ხალხმა საერთოდ ზნეობრიობა და აი ყველაფერი სუფთა და წმინდა და ამაზე ხუმრობენ გამიგეთ მერაბიშვილი მოწვეული ყავდა ამაზე ხუმრობენ როგორ ებსახურებოდა ამ ფაშისტურ რეჟიმს გამიგეთ და როგორ იქმნებოდა ეს ახალი მსოფლიო წესრიგი საქართველოში
ფაშისტური ძალა, როგორ მოქმედებდა. სუდი და კუდი ამიტომ შეიქმნა, გამიგეთ, რომ ამისი განხორციელება გაეკეთებინათ, ძალის მიერ მეთოდებით, ახალი მსოფლიო წესრიგის შემოტანა გაეკეთებინათ. სოც და კუც თქვათ, კუც ქონდა უბრალოდ დაიშალა, მანამდე ახლა აღარ არსებობს. ქონდა მასალები ცოლქმრის საუბარი საძინებლებში, ათასობით ცოლქმრის საუბრები ჩაწერილი, საძინებლიდან ჩაწერილი, საძინებელში ინტიმური საუბრები. წარმოგიდგენიათ ხალხო რასთან გვაქვს საქმე? ეს არის გაღწნილი სისტემა, გაღწნილი სისტემის წარმომადგენლები. აქ ლაპარაკიც აღარ არის საერთოდ აი კომენტარსაც რო ვერ გააკეთებ, ისეთი რაღაცები ხდებოდა და ხდება, გამიგეთ. რაზეა ლაპარაკი? და როგორ შეიძლება მე თქვა რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები შეიძლება მაღალ ეშელონებზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი და არაქვედა ეშელონებზე რომ მაღალ ეშელონების წევრები ნაციონალური მოძრაობის დარჩნეს ჩვეულებრივ საზოგადოების წევრებად საქართველოში. შეიძლება ესეთი რაღაცის თქმა ხალხო? აი გამაგებინეთ და დემოკრატიის ჩვენი ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანა არისო უსუფაშვილი იძახის რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩესო, გამიგეთ? არ ვიცი ამას რა დავარქვა, მე არ ვიცი. აი ეს არის უბრალოდ აი გულის ამრევი რა. ეს არის გაღწნილება, სხვა არაფერი არ არის. იმიტომ რომ გაღწნილი რეჟიმთან თანამშრომლობა და თქვათ ამ გაღწნილი რეჟიმთან ხელის დაფარება რეჟიმის, ხო? იგივე გაღწნილებაა, გამიგეთ? ამას არ ქვია სხვა არაფერი რა. ფსიქოლოგები ძალიან ბევრი ფსიქოლოგი თვლის, რომ შენ თუ აფარებ დანაშაულს ხელს, შენ თუ რაღაცნაირად ამართლებ რომელიმე ვინმეს დანაშაულს, შენ ქვეცნობიერად და შენს ჩამდენი ხარ იგივე დანაშაულის, თუ შესაძფერისი გარემოებები ჩამოვარდება, გამიგეთ? აი ამაშია საქმე. ზუსტად ამაშია საქმე. აი ძალიან ბევრზე მეტყველებს. ანუ შენ თუ აფარებ ხელს დანაშაულს, შენს ჩამდენი ხარ იგივე დანაშაულის, თუ შესაძფერისი გარემოებები შეიქმნება. გამიგეთ? აი ბევრი ფსიქოლოგი ამას მიიჩნევს. ამაშია საქმე, ჩემო ძვირფასებო. Skype-ით არის არის თუ შეიძლება შემოუშვათ. პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. იცოცხლეთ. ბატონო გიორგი. დიახ. მინდოდა რომ ეს თქვენთან დაკავშირებით, თქვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით გველაპარაკა. იმიტომაც რომ თქვენ წარმოადგენთ პარტიას, რომელიც ხვალე ალბათ გამოადაიწყვის, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლაო. ამას ველაპარაკობდა ივანიშვილიც. ეხლა ამერიკაზე გასაგები, ეხლა მე არ ვიცი თქვენ რამდენი წელი ამერიკაში ცხოვრობთ, თორემ მე ევროპაში და ევროპიდან გერეკავთ და დიდი ხანით ევროპაში ვარ. და გვაქვს თითქმის ყველა ინსტანციასთან შეხვედრა. ეხლა იქ ბჟეზინსკის სკოლა რას ამბობს, ეხლა იქ სენატში რა იყო ლაპარაკი და ისინი რამის გამკეთებლები რო არიან ეს გასაგებია. და დღეს რაც საქართველოში ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ეს იგივე როცა ქართველი მეფეები ჩადიოდნენ ხოლმე ოქროს ურდოში და იქიდან რო ჩამოვიდოდნენ ხალხს ელაპარაკებოდნენ, მე იმან ეს მითხრა, მე ამან ეს მითხრა და მთელი მსოფლიო არის საქართველოს წინაშე ვალში, რომ საქართველოს შეინახონ. აქედან გამომდინარე თქვენ როგორც იურისტ არ ვიცი თუ დიპლომატ თუ პოლიტიკოს იცით რომ საქართველოს ყავს კანონიერი ხელისუფლება რომელიც არის ემიგრაციაში. ივანიშვილი სანამ მოვიდოდა იძახდა რომ მე აუცილებლად ვიცი და ამაზე ესე იგი მექნება ჩემი შეხედულება და გავაკეთებ ყველაფერს რომ საქართველოში აღწეს კანონიერება. ხალხი ყველა გამოდის და ლაპარაკობს კანონიერება აღვადგინოთ და არ ამბობს რომ როგორ აღვადგინოთ ეს კანონიერება. იგივე აფხაზეთის თემა ამას დაგვიბრუნებთ, აი რუსეთი დაგვიბრუნებს, ან ევროპა დაგვიბრუნებს. არვინ არაფერს არ დაგვიბრუნებს თუ ჩვენ თვითონ არ გავაკეთებთ და ჩვენ ამისი გაკეთების არ ჩნო გვაქვს, არც მარიფათი გვაქვს. ყველა ლაპარაკობს თბილისში და ყველას თავი მოაქვს რომ ზრუნავს ხალხზე და ერზე. ამიტომ არვინ არაფერს არ აკეთებს და რაც შეეხება კენედის სიტყვებს, კენედიმ ისიც თქვა რომ სოფლიო არის ყველასთვის და არა ამერიკისთვისო და თუ იქნება ყველასთვის იქნება თუ არა და საერთოდ არ იქნებაო. ასე რომ ბატონო გიორგი მე მინდოდა რომ თქვენი ენერგია მოგეხმარათ კანონიერების აღდგენისათვის და არა ახალი პარტიების თუ არ ვიცი ახლა ეს უკვე თქვენი საქმე იმის შექმნისათვის და პოლიტიკისათვის. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა. შემდეგი ზარია ეთერში თუ შეიძლება შემოუშვათ. საღამომშვიდობის. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დიახ, მოგესალმებით ქალბატონო. მე მინდა გავაგრძელო წინა ქალბატონი რომ შემოვიდა იმისი თემა მოძღვარზე რომ თქვა თუ ღმერთთან იქნები აიდი ბარათი რას დაგაკლებსო. ბევრი მოძღვარი ვიცი რომ ასე ლაპარაკობს და ემი რაღაცნაირად მაგონებენ იეღოველებს რომლებიც ამბობენ ღმერთი უნდა ყავდეს გულში და ის შეღებილ ხეს რო კოცნითო და ხატებს და იმებს აი რაღაცნაირად მაგათ თეორიას მაგონებენ და გამოცხადებაში წერია რომ
ბოლო ჟამს ბევრი სასულიერო პირი შეცდება და მრევლსაც შეაცდენენ. ამიტომ თვითგადარჩენის იმედი გვაქვს და მე ამით მინდა ის ვთქვა, რომ თქვენი გამოჩენა მედია სივრცეში არის დროული და ჩემი ნება რომ იყოს ბატონო გიორგი, მე უბრალო რიგით მსმენელებს კი არა, პირველ რიგში თქვენს კოლეგებს ვაიძულებდი, რომ მოესმინათ თქვენი გადაცემები, იმიტომ რომ ამ ასეთ თემაზე გადაცემებს ისეთი წამყვანები ჰკიდებენ ხელს, რომლებიც გაგებაში არ არიან და ისედაც დაბნეულ ხალხს უფრო აბნევენ და სოდვაში დგამენ თვითონაც ფეხს და სხვების სოდვასაც იდებენ. გუშინ მაგალითად ბონდო მძინარაშვილის ჰქონდა ესეთი გადაცემა აიდი ბარათებზე და თვითონ ვიამბობდა გულწრფელად გეუბნებით ვერ ყვევიო და გამარკვიეთ რა ხდებაო არ ვიციო, მასონები რა არისო და რაღაცა და დაჟე შაყირობდა კიდეც. ასევე 1-2 წლის წინ მაკარაზმაძეს ყავდა რამდენიმე ისა მოძღვარი მოწვეული და ეთყობა საერთოდ არ აქვს შეხება რელიგიასთან და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა რა მაპატიეთ და ტყემაზე იჯდა და ბლისკურკებს ისვრიდა. არ შეიძლება ასეთი რაღაცა და წამყვანებს მართლაც დიდი ყურადღება მოჰკიდებენ ისეთ თემებს ხელს, რითაც ამხელა ცოდვას დაიდებენ. აი ეს მინდოდა მე თქვა, დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ქალბატონო. დიახ, სამწუხაროდ ყველა არ არის ინფორმირებული ამის შესახებ. უამრავი მასალა არსებობს, თითრა არის თვითონ მე ძალიან მომეხმარა ის რომ შეერთებულ შტატებში ვიცხოვრე დიდი ხანი წლების განმავლობაში და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით არ ამიტომ შეერთებულ შტატებში მე ევროპაშიც ვიცხოვრე და ვისწავლე და ვიმუშავე და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი რამე გავიგე და ბევრი რამე შევიტყვი ასე ვთქვათ და კვლევებს ვაკეთებდი 1000 გვარს და ძალიან ბევრი ინფორმაცია მომიგროვდა ასე ვთქვათ და მინდა რომ ზუსტად ეს ინფორმაცია თქვენ გაგაცნოთ. რაც შეეხება აიდი ბარათებს იცით ნუ არსებობენ მოძღვრები, როდესაც საუბრობენ ასეთი კუთხითაც, როგორც თქვენ თქვით და მეორე სხვა კატეგორიის მოძღვრებიც არსებობენ, რომლებიც იძახიან, რომ არავითარ შემთხვევაში თქვათ ეს აიდი ბარათები არ უნდა ავიღოთ. ნუ ისეთ რა შეასაქმე, მე ხა არ მინდა ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, რომელიმე მოძღვარს და ასე შემდეგ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველა ვარიანტში თვითონ საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს არჩევნის უფლება. არ შეიძლება სახელმწიფომ შემოახვიოს ძალით, თქვათ, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომ გინდა თუ არა შენ ჩიპიანი აიდი უნდა აიღო. თუ ადამიანს არ უნდა ეს ჩიპიანი აიდი, შენ არ აქვს უფლება, რომ შენ იმას დააძალო ეს ჩიპიანი აიდის აღება. ამიტომ რა პრობლემას წარმოადგენს, რომ გაცე ალტერნატიული აიდი, ხო? ჯერეთ ამოსო ვერავინ ვერ ტეხავსო და დაცულიაო. გერმანელმა ჰაკერებმა გატეხეს ეს ჩიპიანი აიდი, მინდა გითხრათ ხოთა შორის. გამიგეთ? არაფერი გაუტეხავი არ არსებობს. საიდუმლო ორგანიზაცია, ესე იგი, სპეცსამსახურების საიტებს ტეხავენ ჰაკერები, გამიგეთ? იმის გატეხვა არაფერს არ წარმოადგენს. არ არსებობს დაცვა, რომელიც გატეხვას არ შეიძლება, ჩემო ძვირფასებო, გამიგეთ? ამიტომ ეს არის დიდი ტყუილი, რომ დაცულია და ასე შემდეგ. არაფერი დაცული ჯერეთი არ არის და ეს არის ყველაფერი ბლეფი რეალურად. ადამიანს თუ არ უნდა ჩიპიანი აიდის აღება, მას უნდა კონდეს არჩევანი. გუშინ ხოთაშორის იყო გამოსვლა იუსტიციის სამინისტროს წინ და მეც ვიყავი ხოთაშორის იქ და ორი სიტყვით მეც მივმართე ხალხს. ზოგიერთი მათგანი მან კიდევაც მიცნო და მოვიდნენ და ძალიან დიდი სიტყვით მომესალმენ და დიდი მადლობა ესეთ თბილი სიტყვებისთვის, ასევე Facebook-ზე მწერენ ძალიან თბილ სიტყვებს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ამ ხარდაჭერისთვის და იმისთვის რომ გვიყურებთ. და კიდევ ერთხელ, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა კონდეს არჩევნის უფლება, რომ აირჩიოს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ნამდვილი ხელისუფლება არის ხალხი. და ხალხის მიერ დაქირავებულია ხელისუფლება, ნებისმიერი პარლამენტი, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი ხელისუფალი არის დაქირავებული. ის ღებულობს ხელფასს ჩვენი ჯიბიდან, გამიგეთ, ჩვენ უხდით მას ხელფასს. და ისინი ვალდებულები არიან, რომ ჩვენ მოგვისმინონ, ჩვენ რას ვფიქრობ და ჩვენ როგორ გვინდა და ქვეყანა მარტო ისე როგორც საჭიროა და როგორც ხალხს უნდა და როგორც ქვეყანა სჭირდება, გამიგეთ, და არა ისე როგორც მათ სურთ და მათ მიაჩნიათ, რომ სწორია. ამაშია საქმე. ჩვენი დაქირავებული ნებისმიერი ხელისუფალი არის დაქირავებული მმართველი, მენეჯერია, გამიგეთ? აი როგორც მე კიდე არაერთხელ მithქვამს, რომ წარმოიდგინეთ, რომ გააქვთ მაღაზია თქვენი საკუთარი და თქვენ მენეჯერი დასვით. ამ მაღაზიის რომ მართოს ის მაღაზია. ისე უნდა მართოს, რომ თქვენ ინტერესები არ შებღალოს, გამიგეთ იმან. ზარია პირდაპირ ეთერში. შემოუშვათ თუ შეიძლება. ისაუბრეთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. Hello? დიახ, ისაუბრეთ.
გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა. გამარჯობა. ისმის? დიახ, ისაუბრეთ ხალბატონო, ისაუბრეთ. ბატონო გიორგი, იცით რა შეასაქმე დღეს კუკავა გამოვიდა ტელევიზიით და თანახმაა რომ დებატებში მიიღოს მონაწილეობა. დებატებში შევიდეს, ესე იგი, და არ შეიძლებოდა რომ სოსო გასულიყო დებატებში და ერთია კარგად რა შეასაქმე. აქ დიდი მადლობა. ეს ალბათ ბატონ სოსოს უნდა დაუსვათ ეს კითხვა მანჩავიძეს. მე დარწმუნებული ვარ რომ სოსოს არავისთან არ ეშინია დებატებში დაждომა, არავისთან. იმიტომ რომ სოსო სუფთა კაცია. სოსო აი ესეთი პოლიტიკოსია, როგორცაც ქართველი ხალხი ინატრებდა, გამიგე და ინატრებს და ნატრულობს. სოსო დაბრდა და გაჭაღარავდა საქართველოსთვის ბრძოლაში და ამ ნაზირლებთან ბრძოლაში, გამიგეთ. და საქართველოს მე დარწმუნებული ვარ რომ ერთის წყალობით სოსო გავა პარლამენტში და შევა და მოიგებს ამას და დაანახებს ყველას, აი რა კაციც არის და რა შეუძლია მას. და რაც შეეხება კუკავას, იცით რა არის, მე საერთოდ არ მინდა ამ ადამიანზე ლაპარაკი, იმის მე რაც მან თქვა, გამიგეთ. 1000 რამეს გვაბრალებენ ჩვენ რომ ვანოს აგენტებიო და რუსეთის აგენტები და ამერიკის აგენტები და თურქეთის აგენტები და რა ვიცი, აღარ გვესმის, მერტო ჩემო. ნუ ეს არის ხოდა შორის ეს ხერხი არის სულთა მასონური ხერხი, გამიგეთ. რასაც თქვათ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი იყენებდა და იყენებს წარმატებით. ყოველთვის დაადანაშაულეთ იმაში, ესე იგი დიდი ტყუილებით თვითონ გამიგეთ, ესეთი დოქტრინის ნაწილი არსებობს. აი დიდი ტყუილის ადამიანს უფრო ჯერა ვიდრე პატარა ტყუილის, ეს გამოცდილია უკვე მეცნიერულად რა. დიდი ტყუილის უფრო ჯერა ადამიანს ვიდრე პატარა ტყუილის. და ადამიანი როდესაც უკვე თავის მართლების რეჟიმში გადადის, გამიგეთ, თქვენ შენ მართალი ხარ და გაბრალებენ რაღაცას და თავს იმართლებ, ხო? უკვე ნახევრად, ხო, ტყუანი გონი ხარ, თქვათ, მსმენელს. ხო, და ეს შესანიშნავი მეთოდია, აი თვალის ახვევის და მოსახლეობის დაბნევის და შეცდომაში შეყვანის, გამიგეთ? ამიტომ არასოდეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არასოდეს თავი არ ვიმართლოთ, გამიგეთ? ჩვენი საქმით ჩანს ყველაფერი, გამიგეთ? ჩვენი საქმით ჩანს, ამას ხალხი ხედავს. და სხვათა შორის იმის მერე რაც ეს ბოლო 20-25 წელი გაიარა ხალხმა, რომ კიდე რწმენა და ნდობა გაუჩნდა, რამხელა ძალა გვაქვს, ესე იგი ჩვენ საქართველოს პატრიოტებს, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, რამხელა ძალა აქვს, რომ ეს ამ ხალხმა კიდე გამოიჩინა ნდობა ჩვენს მიმართ, გამიგეთ და შემოვიდა პარტიაში ხალხი, რომელიც პარტიაში საერთოდ არ ყოფილა არასოდეს. და ესეთი ხალხი შემოვიდა უმეტესობა ჩვენი პარტიაში, გამიგეთ? და უამრავი ხალხი მწერს, რომ მოვალთ და გავწევრიანდებით და სად მოვიდეთ და ასე შემდეგ, გამიგეთ? ამაშია საქმე. რომ ხალხი გძნობს შინაგანად, როდესაც წესიერი ძალა და პატიოსანი ძალა გამოდის და მართლა ქართული ძალა გამოჩნდა ბოლო-ბოლო საქართველოში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სახით. გამიგეთ, ამაშია საქმე. ზარია პირდაპირ ეთერში, თუ შეიძლება შემოუშვათ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. მე ცოტა მოგვიანებით ჩავრთე თქვენი გადაცემა და არ ვიცი ამ თემაზე ქონდა თუ არა საუბარი. ესეთი რამ მინდა კითხოთ. ინტერნეტში არის ესეთი ვიდეო მასალა გავრცელებული, სადაც არის ნაჩვენები, რომ აიდი ბარათის აღების დროს, როდესაც სურათს უღებენ ადამიანს, ამ დროს თურმე ის აპარატი, სპეციალური აპარატურაა, გარდა იმისა, რომ გიღებს სურათს, ისა ლაზერული სხივებით შუბლზე შეყავს შტრიხ-კოდები. და რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს? რამდენად შეიძლება აღვიქვათ ეს იგივე ჩიპად, რაც დღეს ამერიკაში მარჯვენა ხელში რო უყენებენ ხალხს? და საქართველოში რამდენად არსებობს ეს აპარატურა? და თუ ეს ინფორმაცია რეალურია, მე მგონი ჯერ ეკლესიისთვისაც არ არის ცნობილი და ეკლესიაც რო ჩავაყენოთ ამ ამბავში საქმის კურსში არ იქნება ცუდი და იქნება შევისწავლოთ ეს აპარატურა, მათი მონაცემები, რა ფუნქციები აქვს, რა ოპერაციებს ასრულებენ და კიდე ის მინდა კითხოთ, აი პასპორტებზე აღებული ჩიპიანი პასპორტები და ეს ID ბარათი თუ იგივეა და ერთი და იგივე აპარატით თუ ხდება სურათების გადაღება. კარგი, იცით მე არ მსმენია იმის შესახებ, რომ თქვათ ეს აპარატი, რომელიც სურათებს იღებს, რომ ლაზერული სხივით თქვათ შტრიხ-კოდის და დატანას ახდენდეს ადამიანის სხეულზე, თქვათ. მე ამის შესახებ არ მსმენია, მართალი გითხრათ, ამაზე ვერ გიპასუხებ, თუმცა მე შევეცდები მოვიძიო ინფორმაცია, ამდენად შევძლებ არ ვიცი, მაგრამ მე ვეცდები. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველა იმისმიერი ჩიპიანი პასპორტი თუ ID არის წინაპირობა ჩიპის ჩაყენების, ეს არის წინაპირობა, გამიგეთ, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი. და საქართველოს გახლავთ, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების ქვეყანა მათ შორის. და სხვა შორის ჩიპიანი პასპორტები არა მარტო საქართველოში, არამედ ნელა-ნელა სხვა ქვეყნებშიც შემოსულია. და ეს ასე ვთქვათ, წარმატებით ბჭყალებში წარმატებით ხორციელდება სამწუხაროდ.
ვითომ და გაყალბების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამის უკან შესანიშნავად ვიცით ჩვენ რაც დგას. ამის უკან დგას ელექტრონული მონობა და ელექტრონული მონობის დასაწყისი. მონობაში უკვე შემოსულია ჩემო ძვირფასებო. ნახევრად უკვე შემოსულია. ფინანსური მონობა შემოსულია საქართველოში. უამრავმა ხალხმა საქართველოში ბინები დაკარგა, სახლები დაკარგა, გამიგეთ? და ნახევარი კიდე უამრავი ჩადებულია კიდე ბანკებში, რომლებიც ისინიც ელოდებიან თავის მომენტს სამწუხაროდ და კიდე ბევრი დაკარგავს, გამიგეთ? ამიტომ ძალიან გავფრთხილდით ჩემო ძვირფასებო. ბანკები და ფინანსური ინსტიტუციები მსოფლიოში ესენი არიან თავი და თავი ამ ახალი მსოფლიო წესრიგის, გამიგეთ? კორპორაციები მართავს დღეს მსოფლიოს, კორპორაციები და ფინანსური ინსტიტუციები, ბანკები მართავს. ეს არის უსასტიკესი, უღმერთო სატანისტური ორგანიზაციები, რომლებიც მომართულია მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის დამონებისკენ, ფინანსური დამონებისკენ და არა იმისთვის, რომ თავიანთი ბიზნესის საშუალებით, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანონ, ვთქვათ, საზოგადოების განვითარებაში. ნამდვილი ბიზნესის როლი რა არის, იცით? რომ თავიანთი ბიზნესის, ვთქვათ, ბიზნესის საქმიანობით რომ ცხოვრების ხარისხი აწიონ, გამიგეთ? საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში. ეს არის ნამდვილი ბიზნესმენის პოზიცია, ესეთი უნდა იყოს და არა ის, რასაც ჩვენ დღეს უყურებთ. რომ თავზე შემოახვიეს, რომ კაპიტალიზმი ეს აუცილებელი პირობა თავისუფალი საზოგადოებების. კი, შესაძლებელია, რომ კაპიტალიზმი იყოს ერთ-ერთი პირობა თავისუფალი საზოგადოების, მაგრამ იმაზე არავინ აღარ ლაპარაკობს, რომ სოციალური კაპიტალიზმი აუცილებელი, გამიგეთ? და სოციალური გარანტიებია ქვეყანაში აუცილებელი. და კაპიტალიზმი არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ თავისუფალი საზოგადოება იყოს და სამართლიანი საზოგადოება იყოს, გამიგეთ? ამაშია საქმე. რა სამართლიანობაზეა ლაპარაკი? არაერთხელ მითქვამს, რომ 1% ფლობს, მსოფლიოს 1% ფლობს 40% მთელი ქონების და შემოსავლების. პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება შემოუშვით. ალო? დიახ, გისმენთ ქალბატონო, ისაუბრეთ. გამარჯობათ ბატონო გიორგი, მოგესალმებით, ძალიან მომწონს თქვენი გადაცემები და ყოველთვის უყურებ ძალიან გულმოდგინებით და ძალიან ესეთი სიმპათიური ახალგაზრდა ქართველი პატრი, ვიცით რატომ გცემთ პატივს თქვენ, რომ თქვენი თვითმყოფადობა არ დაკარგეთ. მიდიან ამერიკაში ცხოვრობენ, გერმანიაში, ევროპაში და მე ავიწყდებათ ქართული ფესვები. წყდებიან ისინი აქაურ ტრადიციებს, მენტალიტეტი აღრევა ხდება მათში უკვე და თქვენ ეს ძალიან დიდ პატივს გცემთ, რომ ეს თქვენი ქართული სული, პატრიოტული სული, აი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რასაც ქვია და მაინტერესებს თუ ყავთ ქართველი მეუღლე და ოჯახი, ცოტა მაინტერესებს თქვენ შესახებ რამე ინფორმაცია. თქვენნაირი ასეთი გულანთებული, თქვენ მხოლოდ ქართველი მეუღლე, თქვენნაირი პატრიოტი, სულისკვეთების მქონე ადამიანი და ასეთი ქართული ოჯახი უნდა გყავდეთ და თუ გყავთ, ძალიან კარგი იქნება და გამიხარდება. კარგი, დიდი მადლობა. პირად თემებზე საუბარს ვერ იდები, პირდაპირ ეთერში, დიახ, მე ამის შესახებ და ამიტომ მოდით შევიკავოთ თავს ამაზე პასუხი გაგცეთ, რომ ამას თავისი ახსნაც აქვს, მე მომიტევეთ ამისთვის, რომ თქვათ არ გიპასუხეთ. დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის, დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის, რაზეც ისაუბრეთ და კიდევ ერთხელ ყოველთვის დარჩით ჩვენთან კონტაქტში. დიახ, დაუბრუნდეთ ჩვენ ესე იგი თემას თუ რა ძალები მოქმედებს დღეს საქართველოში. დიახ და არაერთხელ ისმის, იცით, ესეთი რამ მესმის ხოლმე, რომ აი მე პოლიტიკოსი არა ვარ, არ მაინტერესებს პოლიტიკა და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, არავინ პოლიტიკოსობას არ გთავაზობთ. ეს თქვენი ვალია, ეს ჩვენი ვალია ყველას ეს ქართული მოვალეობაა, გამიგეთ, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და საქმის კურსში ვიყოთ რა ხდება, რომ არ დაუშვათ ის რაც ხდება. რომ გვინდა იცით და ეხ როდის მოვა კარგი ცხოვრება საქართველოში, როდის იქნება ის, არასოდეს არ იქნება თუ არ გავინძრევით ჩემო ძვირფასებო. არავინ არ გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს, არავინ არ გააკეთებს. არავინ არ დაიცავს საქართველოს ქართველი ხალხის გარდა, გამიგეთ? ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ხელები და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ეს არის უნიშნელოვანი, უნდა გავიგოთ ეს და სხვა არ გააკეთებს ჩემო ძვირფასებო. ჩვენ არ შეგვიძლია მარტო საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ამ პოლიტიკურმა პარტიამ ავდგეთ და მთელი 4 მილიონი კაცის საქმე ვაკეთოთ. ვერ გავაკეთებთ ამას ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ახლა ბათუმში რო ჩავედით, გამოკითხოს ვაკეთებთ, ხო ძლივს შევაგროვეთ ხალხი რო გამოკითხოთ ჩაგვიტარებინა. უკვე 55000 კაცი გამოკითხეთ ბათუმში და კიდე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომ კიდე დაახლოებით 20000 კაცი კიდე უნდა გამოკითხოთ, რომ შედეგები დაიდოს შესაფერისი და
ამას ვიზახი რომ არ შეიძლება ესე ჩემო უნდა გავიღვიძოთ უნდა ამოვიღოთ ხმა გამიგეთ და გავერთიანდეთ და თქვათ ერთხელ და სამუდამოდ თქვათ რომ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ქართული სამართლიანი სახელმწიფო გამიგეთ სადაც ქართველი კაცი იქნება მასპინძელი ქართულ სახელმწიფოში ზარია პირდაპირ ეთერში შემოუშვით თუ შეიძლება საღამოშვიდობის ბატონო გიორგი საღამოშვიდობის ჩემი აზრით პირდაპირ გეტყვით აქ ჩვენ რევოლუციის გარეშე ვერ დავამართლეთ ბოროტებას ძალა უნდა დაუპირისპიროთ როგორც ლენინი იტყოდა ხოლმე თეთრ ტერორს წითელი ტერორი უნდა დაუპირისპიროთო ისე უნდა დაუპირისპიროთ ძალა და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მასმადებლურ ქვეყნებთან ერთად ამ ძალების უპროსო და წინააღმდეგ ეს არის რუსეთი ბულგარეთი საბერძნეთი ჩვენ შრომელი ხალხი უნდა გავერთიანდეთ არა ის მაფიოზური კლანები რომელიც ჩვენ სისხლს აღწოვენ აქვს დარჩავენ არა ჩვენ ვინც არცებით აი ზუსტად ის ხალხი უნდა გავერთიანდეთ ამ ძალების წინააღმდეგ ხოლო ჩვენ უნდა დაუპირისპირეთ იარაღის ძალით აი პირდაპირ ვიზახი არავით არის ეს კოჰაბიტაციები და გარიგება არ შეიძლება ამათან ესენ უნდა ფიზიკურად უნდა განადგურდნენ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ დედამიწის ზურგზე ან ეგენი აკი დიდი მადლობა ზარისთვის ისიც რა შეასაქმე ჩვენ ძალიან დიდი უბედურება მოგვიტანა ამ არეულობამ და ასე ვთქვათ დაპირისპირებამ საქართველოში და ჩვენ მაქსიმალურად დავეცადოთ რომ ყველაფერი მშვიდობიანით გავაკეთოთ და ჩვენი გზა მშვიდობიანია და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ ღმერთის წყალობით ღმერთის დახმარებით აუცილებლად მივახცევთ მიზანს ჩვენ წინ მივიწევთ თქვენ იცით რომ ქუთაისში უკვე ჩვენ უმრავლესობაში ვართ ასე მართველი ძალა ხდება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ჩვენ ნელა-ნელა შევძლებთ ხელისუფლებაში მოსვლას. იმედია რომ სოსო მანჯავიძეც შევა პარლამენტში 27 აპრილს იცით რომ არჩევნებია. ხმა მიეცით ჩვენს კანდიდატს, ხმა მიეცით საქართველოს მომავალს, თქვენი შვილების მომავალს და ჩვენ ვფიქრობთ რომ აი ხელისუფლებაში მოსვლით ჩვენ შეგვიძლია რომ დავამარცხოთ საქართველოში დავამარცხოთ ახალი მსოფლიო წესრიგი გამიგეთ დავამარცხოთ ეს სასტიკი მასონური ძალა დაუნდობელი რომელიც საქართველოს გადაყლაპას ცდილობს. ის რაც ხდება დღეს საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი ის რაც ხდება ეს ემიგრაცია ეს შემოსვლა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების და ასე შემდეგ და ლარად მიყიდვა მიწის ქართულ კაცს არ აძლევენ მიწას და აძლევენ უცხოელს ლარად და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ამის ნაწილია ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათი რაც ხდება საქართველოში იგივე ქართული იდეოლოგიის მოსპობა რაც მოხდა ამ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში რომ ქართული იდეოლოგია აღარ არსებობს და ხალხის გაგვიძება გვიჭირს უკვე ჩვენ გამიგეთ რომ პატრიოტული თქვა გზნობები გაუღვიძოთ აი 25 წელმა ამ ტელევიზიებმა თქვა აი რუსთავი ორის მაგორმა ტელევიზიებმა ეს ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს გამიგეთ რომ ამ პოპკულტურის დათესვით ამ გარყვნილების დათესვით ქართული სულის მკვლელობა ცადეს გამიგეთ და ნაწილობრივ კიდევაც მოკლეს სამწუხაროდ მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ დარჩა ძალა ჯერ კიდევ ასე ვთქვათ და საქართველოს დღეს უნდა აღდგეს აი სასიკვდილო ბრძოლაში უნდა აღდგეს გამიგეთ ეს არის სასიკვდილო ბრძოლა უკვე ფეხზე უნდა დადგეს საქართველოს და სასიკვდილო ბრძოლაში უნდა ჩაერთოს რა თქმა უნდა სიტყვით და პასტით და ფურცლით გამიგეთ აი ამ საშინელების წინააღმდეგ ეს არის უკვე ბოლო ეტაპი ეს უნდა გავიმარჯვოთ სხვა გზა არ არის ან გავიმარჯვებთ ან საბოლოო დავმარცხდებით და მთლიანად ეს მაგრამ დამარცხება საერთოდ არ არის ჩვენთვის არჩევანი ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს ეს არის გამარჯვება და აუცილებლად გამარჯვებისკენ წინსვლა კიდევ ერთხელ ვიზახი თქვენ ძალიან დიდი ძალა გაგაჩნიათ ჩემო ძვირფასებო არ არსებობს ძალა რომელიც ქართულ ხალხს დაუპირისპირდება ჩვენ ბევრი მოვინელეთ ბევრი ნაძილა და არაკაცი მოვინელეთ გამიგეთ გარემტრები და შიდამტრები და ამათაც მოვინელებთ გამიგეთ რა შეასაქმე აუცილებლად დავდგებით ფეხზე და საქართველოს იქნება ისეთი სახელმწიფო როგორიც უნდა იყოს ზარია პირდაპირ ეთერში შემოუშვათ თუ შეიძლება ზარი მოგესალმებით ჯერ მინდა ამერიკის შესახებ გითხრათ რომ ერთადერთი პრეზიდენტი რომელსაც არ ჰქონდა იმპერიალისტური ზრახვები მსოფლიოს მისამართით ეს იყო გეორგ ვაშინგტონი და ახლა შეეხება ჩვენს ქართულ პოლიტიკას მე ვფიქრობ და ასეა რომ ბინძინა ივანიშვილი არის მე მგონი
ნაცვლად ერთადერთი არა, მაგრამ მაინც განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება მთელ ამ პარლამენტში, რომელსაც აქვს ეროვნული სული, ნამდვილად და ნამდვილად მოვიდა პოლიტიკაში, იმიტომ რომ საქართველო გადაერჩინა. მაგრამ ის გვერდით არიან ძალები გარკვეულწილად, რომელსაც საერთოდ არ ადარდებთ ქართული ეროვნულობა, ქართული ტრადიციები და უნდა მოხდეს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები. და ეს ძალები საქართველოს პარლამენტს უნდა ჩამოშორდნენ, მაგრამ ახლა ისინი დაუწყებენ მტრობას, როგორც იყო ეს და ხშირად მოგეხსენება თქვენ, რომ ხშირად ისტორია მეორდება და შეიძლება გამეორდეს ის პროცესები, რაც თქვათ იყო 80-იან წლებში. და ამდენად მე ვხედავ საშიშროებას, ნამდვილად ძალიან მეშინია, რომ კვლავ გარკვეული ძალები ალბათ გადაუხდიან გარკვეულ თანხებს, გარკვეულ ძალებს, ვინც ამისკენ არიან მიდრეკილი და კვლავ დაუწყებენ ბრძოლას ეროვნულ მოძრაობას. ძალიან დიდი შიში მაქვს ამიტომ და რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი უნდა განადგურდნენ და თუ ეს მოძრაობა და საერთოდ მთლიანად ნაციონალური მოძრაობა გამოცხადდება როგორც საშიში დამნაშავე ორგანიზაცია, ბოროტმოქმედი ორგანიზაცია, მაშინ ყველა ის ხელშეკრულება, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომ არის დადებული ხელშეკრულებები, რომელსაც ვერანაირად ვერ მოუვლით სხვაგვარად და უნდა გაგრძელდეს, ის ხელშეკრულებები ყველაფერი გაუქმდება. ამიტომ უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენ რატომღაც მარტო ვსაუბრობთ. ამ საუბრებში გადის დრო და წლები. დიახ, დიდი მადლობა ზარისთვის ქალბატონო, ჩვენ ნამდვილად ჩვენ მხოლოდ საუბარში არ ხარჯავთ დროს, ჩვენ მოქმედებთ და წლების განმავლობაში ჯერ კიდევ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არსებობდა წინააღმდეგობის მოძრაობის სახით, პოლიტიკური პარტია არ იყო, მაგრამ ის მოძრაობა იყო და უამრავი კარგი საქმე გააკეთა. მოგეხსენებათ სააკაშვილის რეჟიმის დასრულებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს პატრიოტთა ყოფილმა წინააღმდეგობის მოძრაობამ, დღევანდელმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა, ზუსტად იმ ციხის კადრებით. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ციხის კადრები მხოლოდ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა, წინააღმდეგობის მოძრაობამ მოიპოვა და გაუშვა ეს კადრები შემოძრება და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ჩვენ ახლა ბათუმში გამოკითხოს ვაკეთებთ და ასე შემდეგ და უამრავი საქმე გააკეთა ამ ორგანიზაციამ. მინდა გითხრათ, ჩვენ ნამდვილად არ ვსაუბრობთ ამის შესახებ მხოლოდ, ჩვენ საქმესაც ვაკეთებთ, სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. ეს არის ჩვენი მოქმედების ასე ვთქვათ პრინციპი. და ჩვენ ამის შესახებ გავაგზავნებთ საუბარსაც და მოქმედებასაც. ჩვენ ახალი ძალებით განვაახლებთ, როდესაც ჩაივლის არჩევნები, ბათუმის გამოკითხვებიც დამთავრდება, ბათუმის გამოკითხვაც მეჩეთთან დაკავშირებით, ჩვენ მაისიდან ახალი ძალებით ჩავერთვებით ჩვენ საქმიანობაში. და გავაკეთებთ იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ჩვენ შესანიშნავი გეგმა გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების და ქვეყნის მოწყობის საოცარი ხალხო, მე უბრალოდ ველოდები იმ დღეს, როდესაც ჩვენ ამას გაგაცნობთ თქვენ. ჩვენ შეგნებულად შენ ამას არ ვიძახით, მაგრამ მოვალ დრო და ამის შესახებ ვისაუბრებთ, თქვენ გაოცებულები დარჩებით, ასეც გიოცნებიათ მთელი ცხოვრება. ამდენი 20-25 წელი რა ისეთ საქართველოში გეცხოვროთ. ესეთი გეგმა გვაქვს ქვეყნის განვითარების და ესეთი ქვეყნის მოწყობის გეგმა გვაქვს. მართლაც საოცრება იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის და თელმა მსოფლიომ შეიძლება მაგალითი აიღოს ჩვენგან ამის შემდგომ. მე ვფიქრობ, რომ მართლაც სამართლიანი სახელმწიფო იქნება ეს ჩვენი გეგმა თუ განმახორციელეთ და მედი მაქვს, რომ ღმერთის წყალობით აუცილებლად განმახორციელებთ. დიახ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 2388-105, დაგვირეკეთ, სულ რაღაც რამოდენიმე წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე პრინციპში, შეიძლება კიდე ერთი ზარი შემოუშვათ, ვთხოვთ შემოუშვათ ზარი. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო. დიახ, ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო გიორგი. იცოცხლეთ, გამარჯობათ ბატონო. ისაუბრეთ, ტელევიზორ ჩაუწიეთ ან რადიოს და რითაც საუბრობთ. მოგესალმებით. ისაუბრეთ, დიახ. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ესეთი. დიახ. სასამართლოებმა რომ რუსეთის ბაზები გაიყვანოს თავისი ტერიტორიიდან, როგორც ჩვენ და რუსეთმა რომ ხვალ გამოაცხადოს, რომ სამხრეთ კავკასიაში ინტერესები აღარ აქვს. როგორ ფიქრობთ, რა მოგვერლის სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანებს? ძალიან რთული შეკითხვა ამისვით მართალი გითხრათ. ეს იმდენად მოცულობითი თემა, ამას არ ეყოფა ალბათ
ერთი კვირა სასაუბროთ, მაგრამ მე მიჭირს პასუხი ამაზე გაქცეთ იცით ეხა ესეთი რაღაცაზე საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ რუსეთმა თქვა სომხეთიდან გაიყვანოს ჯარი საერთოდ სამხრეთ კავკასიაზე თქვა სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობაზე უარი თქვას მე ამას ამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ ერთი ნამდვილად კი ვიცი რომ ჩვენ გვაქვს ის გზა როგორი გზებითაც უნდა დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზეთის რეგიონი და ცხინვალის რეგიონი ეს არის საქართველოს ტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ტერიტორია და იქნება საქართველოს ტერიტორია და ჩვენ გვაქვს ეს საშუალებები და ეს ასე ვთქვათ გეგმა რითაც შეგვიძლია რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ და ჩვენ გვაქვს ასევე გეგმა როგორ შევარიგოთ რუსეთი და შეერთებული შტატები საქართველოში ანუ რომ ასე ვთქვათ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენ რეგიონში აი ამ შერიგების საფუძველზე რომ ჩვენი ასე ვთქვათ ინტერესები დავაყენოთ წინ და ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე ჩვენ გვაქვს ამის გეგმა და აუცილებლად მე მაქვს და მეტის წყალობით ამას მოვახერხებთ ჩვენ და ერთხელ სამუდამოდ გავაერთიანებთ საქართველოს და დავაყენეთ ფეხზე ზარია შემოუშვათ თუ შეიძლება კიდევ ერთი ზარი მშვიდობისა გიორგი მოგესალმებით. ძალიან დიდ პასუხს გცემთ გიორგი, ძალიან დიდ. ჯერ კიდევ სანამ ჩამოხვიდოდი თქვენ თბილისში, აი როდესაც იქიდან რეკავდით ნიუ-იორკიდან. ყოველთვის გისმენდით მე და ეს გავაჟღერე კიდევაც, რომ თქვენ ხშირად ყოფილიყავით და ძალიან მიხარია რომ აქ ჩამოხვედით ახლა და დიდი მადლობა და ბრამინდა გითხრათ ახლა. აი თქვენ ახლა გისმენთ გიორგი და აი რას გვირჩევდით, ესე იგი, ახლა უკვე მიდის ძალიან ის ლოიალურად თუ რა უწოდო არ ვიცი აი ამ ბარათების აღებაზე უნდა ავიღოთ თუ არა ეს ბარათები ჩვენ ყოველ შემთხვევაში ახლა ისეთ რკალში ვართ მოქცეულები რომ რასაც შემოგთავაზებს მთავრობა და სათავეში უდგას ბატონი ბიძინა ეს უკვე უტყუარია ხო ესეთი ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ესე გამოდის ხომ ახლა თქვენ იმაზე ისაუბრეთ რომ ჩვენ აი ესეთი პროგრამა გვაქვს რომ ჩვენ ყველას გაგვეხარდება, მაგრამ აი ამის განვითარებაში, როგორ ფიქრობთ გიორგი თქვენ, როდესაც აი ამ ხელა მსოფლიო აი ესეთ იმაში და ჩვენც ახლა ვექცევით რაღაც კოლონიურ აი ესე თუ შეიძლება ითქვას, ამის განვითარების საშუალებას თქვენ მოგცემენ, რაღაცა ეჭვი მეპარება უკვე ეროვნულობაზე ლაპარაკი, ყველაფერი. მით უმეტეს აქ მომხრეები ძალიან ბევრი ყავთ, ხომ ხედავთ, აი ეს ძალიან ახალგაზრდები რო გავა, თინეიჯერები თითქმის გამოდიან, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოგძახებენ, ეს გრანტით დაფინანსება, ეს ყველაფერი. აი ეს გრანტები არის, რომ გასუქდებიან და შემდეგ რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. აი მომხრეები ხო ყავთ ბევრი, ეს ერთი და მეორე კიდე. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ უკვე გადაცემა მთავრდება, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ. და ეს იაღოველების თემა, ძალიან ხშირად ახლა ვატყობ, თვითონ ამერიკელი ბიჭები დადიან, აი ჩემთან რამოდენიმეჯერ მოვიდნენ, აი რა სიტყვით ყველაფერი ამაზე, მადლობთ გიორგი. დიდი მადლობა. ეს ყველაფერი ჩემო ძირფასებო ჩვენ მესმის თქვენი ესე იგი შეკითხვის აზრით რომ მოგცემენ თუ არა საშუალებას ჩვენ გვაქვს ეს თქვათ ესე გზა როგორ მოვახერხოთ ეს რომ ჩვენი ქვეყანას დავიცვათ მშვიდობას დავამყაროთ საქართველოში ტერიტორიების დავიბრუნოთ და ასე თქვათ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთთან შევარიგოთ ასე თქვათ საქართველოში და არსებობს ეს გზები ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ ღიად მაგრამ ეს გეგმა არსებობს და ჩვენ მე ვფიქრობ ამას ეს გამოგვივა ჩვენ შეგვიძლია რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა წინააღმდეგობა იქნება ძალიან დიდი დასავლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ მე ვფიქრობ ჩვენ ამას დავძლებთ არსებობს გზები ამის დაძლევის და ასე შემდეგ და ეს ასე ვთქვათ იაღოველები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი რასაც ახალი მსოფლიო წესრიგი ქვია გამიგეთ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მომართული გეგმა რომელიც საქართველოს დაქცევას ითვალისწინებს ეს იყო თავიდანვე ნათელი და ასე ვთქვათ ძალიან მკაფიო ეს ყველაფერი ეს ამის ნაწილია და ეს მინდა იცოდეთ ყველა დიახ მე შეგახსენებთ რომ ჩემი Facebook-ის გვერდი არის გერმანიძე გიორგი ინგლისური ასოებით და მე მეგობრით მომწერეთ სამწუხაროდ დრო ყოველთვის ცოტა გვაქვს სასაუბროთ მაგრამ ყოველ ორშაბათს მე ვარ ეთერში ყოველ ორშაბათს საღამოს 11:09-ზე ანუ 22 საათსა და 30 წუთზე და ყოველთვის ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე დიდი მადლობა აქტიურობისთვის დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ რომ გვისმენთ და მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ რომ უამბეთ ყველას თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს ამის შესახებ, ამ გადაცემის შესახებ, რომ უსმინონ და შეიტყონ სიმართლე.
ჩვენ ამ თუ იმ საკითხის შესახებ და საერთოდ ყველაფრის შესახებ რაც ხდება დღეს საქართველოში. მე დავასრულებ ჩემს გადაცემას ვაჟა-ფშაველას სიტყვებით რაც უნდა ჭირი მომკერძო ბილწვთ არ შევეკვრის-ზავითა ცნებას ვერ შემაცვლევინებ მოზღვავებული ავითა. დიდი მადლობა თქვენთვის მუშაობდა გიორგი გერმანიძე მომავალ შაბათამდე.